გამარჯობათ, გილოცავთ ფერის ცვალებას, გისურვებთ სიკეთისკენ ეცვალოს თქვენს ცხოვრებას ფერი სიყვარულისკენ, ჯანმრთელობისკენ, ბარაქისკენ და მრავალი ნათელი სურათი და ფერი შემოსული იყოს თქვენს ცხოვრებაში. ახლა კი მე მინდა სპონტანურად გავაკეთო გაშლა უღრმესი დასტიდუშო ცენტაროთი. და მოდი პირველი კითხვა დავსვათ ასეთი ვარიანტები არ იქნება. პირველი კითხვა დავსვათ ასეთი როგორი არის ჩემი სულიერი განვითარების გზა, როგორი არის ამ ეტაპზე. ნახოთ, პირველი ამოვიდა მებრძოლი, მეორე ამოვიდა შემოქმედებითობა და მესამე ამოვიდა გამოფიტვა. პირველ რიგში დააკვირდით თავად ამ არკანებს და თქვენ თვითონ სად რომელ ენერგიაში გრძნობთ თავს. მე გეტყვით რომ ყოველდღიურობით რუტინით ერთფეროვნობით ცოტა არ იყოს გამოფიტული ხართ, გადაღლილი გაქვთ, მაგრამ შინაგანად არ ნებდებით ამას და გადადგმული გაქვთ პირველი ნაბიჯები შემოქმედებისკენ, თავისუფლებისკენ. აუცილებლად გააგრძელეთ ეს, თუ არ გაქვთ ეს ნაბიჯი გადადგმული, რადგან საჯარო გაშლა გეუბნებით, რომ გააღვიძეთ თქვენს თავში ის შემოქმედი ადამიანი, რომელიც არის და აუცილებლად არის. შემოქმედებითობა ნებისმიერ რამით შეიძლება წარმოჩინდეს, შეიძლება ლექსებს წერთ, შეიძლება ცეკოთ, შეიძლება ულამაზესად აფორმებთ ნამცხრებს, შეიძლება ფანტაზია გაქვთ საოცარი და ლამაზ ზღაპრებს ყვებით და დაწერეთ და ასე შემდეგ შეიძლება ხატავთ, ძერწავთ, ქსოვთ, კერავთ, მაგრამ ნამდვილად არის თქვენში შემოქმედებითობა და წადით ამ ხრით, თორემ გამოიფიტებით, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება არ არის რუტინა, მხოლოდ რუტინა, სამყარო ხედავს, ღმერთი ხედავს, რომ თქვენში დიდი შემოქმედება ძალაა. მოდი ვნახოთ შემდეგი რა ფერის ცვალება მოხდება ჩემს სიყვარულში, ესეთი კითხვა დავსვათ. რა ფერის ცვალება მოხდება ჩემს სიყვარულში? მეგობრულობა, თანამონაწილეობა და თავგადასავალი. სანამ გაგიმარტავთ, აი მე მინდა განახოთ, ეს ჩემია, ამას არ დავთმობ, ეს არის ჩემი ულამაზესი სიყვარულის გასააქტიურებელი, ჰარმონიის, ბალანსის, სიმშვიდის, ნების, ლამაზი ფერადი სიყვარულის ამულეტი და მე შემიძლია თქვენთვისაც გავაკეთო ის. ხო, რა ფერის ცვალებას მოგიტანთ სიყვარულში? ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც არის თქვენთან, ან გამოჩნდება თქვენთან, თუ არ არის და აუცილებლად გამოჩნდება, გარდა ვნებისა, გარდა ღვთაებისა, იქნება დიდი მეგობრობა, სულიერი კავშირი. უფრო მეტიც ეს პარტნიორი კარმული იქნება და კარგულ ბალანსს მოგიტანთ ცხოვრებაში. შეავსებთ თქვენ ერთმანეთს გაუფერადებთ ცხოვრებას და ზუსტად ის, რასაც ამბობენ, ერთ სულ და ერთ ხორცს ამას იგრძნობთ და მრავალი ლამაზი თავგადასავალი გელით თქვენ. ეხლა ვნახოთ ზოგადად თქვენს ცხოვრებაში რა იქნება ის ფერის ცვალება, რაც მოვა. ასევე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარისღილაკი, ხოლო ვისაც ურჩევთან დაკავშირება, ჩემი ნომერია 591233507, აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც, ასევე შეგიძლიათ მოვწეროთ ქართული შრიფტით Facebook-ზე რეიქი მკორნალი. მე კი ვარ ნათია შაი. განკურნება მოდის, რაღაც
ვისაც ეს ჯანმრთელობაზე აქვს ორიენტაცია აღებული და მნიშვნელოვანია ხა ჯანმრთელობის თემები, ფიზიკური განკურნება კი ბატონო, მაგრამ აქ ჩანს ასევე სულიერი განკურნება, რაღაცა ტკივილის მოშუშება და ეს იქნება გამოწვეული თქვენი ლაღი გაბედული რისკიანი ნაბიჯით, აუცილებლად უნდა გადადგათ რაღაც ხარისკო ნაბიჯი და უხვად მოგცემთ იმას, რაც გჭირდებათ. რა გჭირდებათ ეს ინდივიდუალურია, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, აი რაც ძალიან კიდეთ, რაც პრიორიტეტულია, რაც პირველ ადგილას დგას, ახლა თქვენ მას მიიღებთ. უბრალოდ უნდა ენდოთ სამყაროს და გადადგათ. შეიძლება ყველამ გითხრას, რომ არ წახვიდე და იღუპები, არ შეიძლება, მაგრამ გააკეთეთ. თქვენ მიიღებთ იმას, რაც ძალიან გსურთ, მოგცემთ სამყარო და ეს თქვენი სულიერი განკურნება იქნება, იმიტომ რომ ძალიან გსურთ ეს რაღაცა, ძალიან გჭირდებათ ეს რაღაცა. მოდი ვნახოთ სიურპრიზი თქვენს ცხოვრებაში, რაც გაგაოცებთ, სასიამოვნოდ ცხადია. სამწუხარი ინფორმაცია მოვიდა. რაღაცა იხსნება, იცი, რაღაცა ზღუდე, რაღაცა შეზღუდულობა თქვენს ცხოვრებაში. რაღაცა მოვა ისეთი ენერგია, რომელიც ვეღარ დაიჭერს. ეს ზღუდე შეიძლება ბევრნაირი იყოს, ხომ? შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ჩარჩო, შეიძლება ოჯახური შეზღუდვა იყოს, შეიძლება პირდაპირ გაგებითაც იყოს. ციხე საპყრობილე, შეიძლება რუტინა იყოს ეს ზღუდე, უსახსრობა იყოს ეს ზღუდე და ასე შემდეგ ბევრი რამე, მაგრამ მოდის ენერგია, რომელიც გაგლეჯავს სამყარებს, ფრთებს მოგცემთ და გაფრინდებით მზისკენ, რომელიმზეც თქვენი წილია. დიდი ხვავი, დიდი ბარაქა, დიდი ნამატი, დიდი სიმწიფე იქ, სადაც გჭირდებათ, იმ სფეროში, სადაც გჭირდებათ. თუ ეს შემოქმედება იქნება, არ ვიცი, ამოფრქვევა რაღაცა ნიჭის, თუ ეს სიყვარულია იქნება დიდებული, ზღაპრული სიყვარული, თუ ეს მშობლად გახდომა იქნება, ეს დაიბადება ახალი სიცოცხლე, თუ ეს ფინანსებია, კი, ვიტყვი რომ თქვენ გამდიდრდებით და ასე შემდეგ. იქ იქნება ეს ამოფრქვევა ამ მადლის, სადაც თქვენ გჭირდებათ. მოდი ახლა ვნახოთ რჩევა სამყაროდან. რჩევა სამყაროდან თქვენთვის. ნახეთ რა მოვიდა მეხი, მწუხარება და ჰარმონია. მოდი ვიტყვე ესე, დრო დედამიწისთვის აქტუალურია და შეიძლება ეს მეხი მსხრევა, ნგრევა, ტკივილი, სიკვდილამდე მისვლა იყო წარსულში, არის ახლა. ან დღეზე გრძნობთ რომ მოხდება და ამას მოყვება მწუხარება. დარდი ტკივილი, მაგრამ ამ მწუხარებამ განა უნდა ჩაგძიროთ, განა ფსკერში უნდა ჩაგიყვანოთ, ამ მწუხარებამ უნდა გააღვიძოს თქვენში სიბრძნე, ცოდნა და ერთი რამ იცოდეთ, ყველაფერი დიდი რაც კი შექმნილა ამ სამყაროში დიდ ტკივილზე გადის და ჩვენ ვიზრდებით ტკივილზე, ესია ეს სამყარო მოწყობილი და ამ ტკივილმა ამ დაცემამ გაგზარდოთ, კი არ წაგაქციოთ, კი არ დაგაჩაჩანაკოთ, გაგზარდოთ და ეს გაზრდა, ეს სიმტკიცე, ეს გაბედულება მოვა მწუხარების სწორად გაანალიზებით, სწორად გავლით და ამას გეუბნებათ სამყარო, რომ მიიღეთ ეს როგორც გამოწვევა, მიიღეთ ეს როგორც გაკვეთილი და არა როგორც სასჯელი და ღმერთო ეს რა დამემართა, არა მიიღეთ ეს მოდივიტყვი ესე ქრისტიანული მორჩილებით,
მიმღებლობით მიიღე, იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ნუ განკიცხავ ამის გამო ღმერთს, უფალს, ბედს, არაჩვეულებრივი ბედი გაქვთ და ძალიან უყვარხართ უფალს და მადლობა ამ ტკივილისთვის, იმიტომ რომ ამ ტკივილმა უნდა გაგზარდოთ და ეს ტკივილი მიგიყვანთ ძალიან დიდ ჰარმონიამდე, დიდ შვებამდე, დიდ სისუფთავებამდე, სიბრძნემდე თავისთავად და ამ ტკივილს თქვენ აქცევთ ძალიან დიდ საჭირო იარაღად თქვენს ცხოვრებაში. აქციეთ. ეს იყო რჩევა. მე დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, მომწერეთ თუ მოგეწონათ ეს გაშლა. გავაკეთოთ თუ არა მსგავსი გაშლები კიდე, ან რა თემასთან დაკავშირებით გინდათ რომ გავაკეთო გაშლა, ხოლო ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, ან ესეთი საოცარი ამულეტის ქონა, არ ვიცი რამდენად ჩანს ეკრანზე, მაგრამ აი მართლა ეს არის ისეთი შთამბეჭდავი, რომ თვალს ვერ მოწვეთ და რომ გაიკეთებ მოხსნა არ მოგინდება ისე თვითონ თავადაც შეგაყვარებთ თავს. დამიკავშირდით ნომერზე 591 233 ან მომწერეთ Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიკი მკურნალი. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.